რამდენიმე საათში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ლაშა ჩხარტიშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე არიან. ჩხარტიშვილის განცხადებით, დევნილების გამოსახლებას ხელისუფლება მოულოდნელობის ეფექტს გამოიყენებს. მისი თქმით, დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილი მათი საპროტესტო აქცია სწორედ ხელისუფლების მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული. თუ კი გამოსახლება დაიწყება, ისინი პარლამენტის წინ აქციებს უწყვეტ რეჟიმში გამართავენ. ჩხარტიშვილის განმარტებით, დევნილების გამოსახლებაზე არანაირი დამატებითი დოკუმენტი არ არსებობს. გარდა დეკემბერში გაგზავნილი ფურცლისა, რომელსაც არც ბეჭედი და არც ხელმოწერა აქვს. ამ დოკუმენტით დევნილებს ფართების დასაცლელად 10 დღე მისცეს, თუმცა მოგვიანებით პროტესტის შემდეგ დრო 15 ივნამდე გადაიწია. თბილისში მდებარე 25-მდე კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლების პროცესის დაწყება დღეიდან იგეგმება. დევნილების შესაძლო გამოსახლებაზე კომენტარს დევნილთა განსახლების სამინისტროში არ აკეთებენ. მინისტრმა კობა სუბელიანმა ხუთშაბათს მთავრობის ხმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჟურნალისტები მისგან კომენტარს ვერ ისმენდნენ და პრესსამსახურის თანამშრომელ ეკა გულუასთან გადაამისამართა, რომელთანაც დაკავშირებას ჩვენს დღეს დილიდან ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. დღევანდელი აქცია იმართება დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით. ჩვენ ვართ აქტიური მხარდამჭერები ამ აქციისა და არ ვაპირებთ გაჩერებას მანამ, სანამ თითოეულ დევნილთან არ იქნება მიღწეული წერილობითი შეთანხმება ან საცხოვრებელი პარტიის დაკავონების, ან ფულადი კომპენსაციის თაობაზე. ვინაიდან სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები ჩემენ უსაქაროთ და ბუნებრივია ჩვენ არ აქვს მორალური უფლება, რომ ჩვენ თანამოძღვეები, ჩვენ თანამოქალაქეები ამ გამძიმედ მდგომარეობაში ჩავაგდებინოთ სააკაშვილის რეჟიმს. მიცკევიჩის 9 ნომერში, სადაც დევნილთა 42 ოჯახი ცხოვრობს, გამოსახლებას ყოველწუთწელიან ხიზნები ამბობენ, რომ ალტერნატიული ფართი არ აქვთ და აქედან გამომდინარე შენობას ნებით არ დატოვებენ. დევნილების განცხადებით, სუბელიანის უწყებას მათთვის გამოსახლების სანაცვლოდ სხვა საცხოვრებელი არ შეუთავაზებია. გამწყარებული სული თველოდები დღევანდელ დღეს. ესეთი დღე მე მგონი არც გათენებულა და არც გათენდება. აი ისე ველოდებით, გამწყარებული ხალხი. 15-ის ვინ იყო დრო დანიშნული ჩვენ გასახლებას. არ ვიცი, გაგვასახლებენ, მოვლენ ალბათ. პირობა მაგათ კარგი იცია და. გვითხრეს რომ უნდა გაიყვანონ დევნილები და მთელი უბედურება იმაშია, რომ წასასვლელიც რო არ აქვს. აქ ცხოვრობს სამაჩაბლოდან დევნილი ხალხი, რომელსაც კომპენსაცია არ აუღია. ეუბნებიან უნდა გახვიდეთ და სად უნდა გახვიდეთ, ისიც არ იციან. ველოდებით მისხეს 15 წამი რომ დატოვოთ. აბარავი ველოდებით მოვლენი გაგვიყვანები რა იქნება ვიცით. სად უნდა წავიდეთ თქვენი ოჯახი? სად წავიდეთ, ფული მამს იყო და წავალ კაცო. არაფერს არ გვაძლევს და სად წავიდე. ადრეგეს ზოგი ახალახან წავიდე, ზოგი მეზობეზე ნაფსებს ახსანა. როგორ წავიდე? ერთი დღე შეიძლება ვიღაცას მიეკედრო და ორი დღე და ფული რო არ იყოს როდენი. ასა წავიდე რაღაც ბარახურა რაღაც ამაკაც.